მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, მადლობა რომ მიყურებთ. ამ ეპიზოდში მექნება სულ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე საუბარი, რომელიც ეხება რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დიპლომატიურ პროცესებს. მოკლედ, პუტინმა გამოთქვა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე შეხვდეს დონალდ ტრამპს, თავის მხრივ ტრამპმაც დაადასტურა მსადყოფნა და თქვა, რომ მომდევნო კვირაში თუნდაც მზად არის, რომ ესაუბროს პუტინს და მეტიც ტრამპი სურვილს გამოთქვამს, რომ გაიმართოს სამმხრივი შეხვედრაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ტრამპთან და პუტინთან ერთად უკვე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამ თემაზე ვისაუბრებ დღეს, ასევე მასთან დაკავშირებულ მთელ რიგ გარემოებებზე, წინაპირობებზე და მოსალოდნელ შედეგებზეც. პირველ რიგში მოგიკითხავთ ჩემს გამომწერებს, მადლობა გეტყვით იმისთვის, რომ მუდმივად თვალს მადევნებთ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც და ვინც არ ხართ ჩემი არხის გამომწერები, კარგი იქნება თუ თქვენც გახდებით ჩემი მაყურებლები. დავიწყოთ მოკლედ, ახლა არის დაახლოებით ღამის 2 საათი, 7 აგვისტო დადგა. ძალიან გვიან წერ ვიდეოს, თუმცა ამას აქვს გამართლება, სულ მუდმივად განახლება ხდება ინფორმაციის, რაც ეხება ამ მნიშვნელოვან თემას და ბევრი დეტალი გაირკვა, მათ შორის ერთ-ერთი, რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ეს გარემოება, რა ბედი ელის სანქციებს, რომლის დაწესებასაც განიხილავდა უკვე 8 აგვისტოდან დონალდ ტრამპი, მათთვის, ვინც რუსეთთან ვაჭრობს, ვინც ყიდულობს რუსეთის ნედლ ნავთობს და ამით ამდიდრებს პუტინის ომის მანქანის ბიუჯეტს. სულ რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა განცხადება, სადაც ტრამპმა თქვა, რომ სანქციები რჩება ძალაში, ანუ მან ასეთი ფრაზა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს გააკეთა ინდოეთის შემთხვევაში, ანუ დაუწესა მას უკვე დამატებით 25%-იანი ტარიფი, ასევე ტრამპი ამბობს ასეთ რამეს, რომ იგივეს გააკეთებს შტატები სხვა რამდენიმე ქვეყანასთან მიმართებით და დიდი ალბათობით ამ ჩამონათვალში იქნება ჩინეთიც. ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რამის გამსაზღვრელი გარემოება, რომ ტრამპი კვლავ საუბრობს სანქციების დაწესებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ეჭვები არსებობდა. მას შემდეგ, რაც დღეს, უბრალოდ უკვე გუშინ 6 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა შეხვედრა სტივ ვიტკოვსა და პუტინს შორის და შემდეგ უკვე გაკეთდა პირველი განცხადებები, რომ შეხვედრა წარმატებული იყო, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, ეს თქვეს მოსკოვშიც, შემდეგ ეს უკვე დაპოსტა სოციალურ ქსელში ტრამპმაც. გარკვეული ეჭვები გაჩნდა, რომ ხომ არ დაიხევს ტრამპი უკან და ხომ არ წავალთ იგივე წრეზე, რომ დამატებით ეს დაუსრულებელი მოლაპარაკებები, შეხვედრები და შედეგად ის, რომ პუტინი იგებს დროს, მაინც საბოლოოდ ის დაარღვევს შეთანხმებებს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მასზე არ განხორციელდებოდა წნეხი და არ დაემუქრებოდა საფრთხე პირველ რიგში მის ომის ბიუჯეტს, ხო? აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ტრამპმა შეინარჩუნა ხისტი პოზიცია, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს, სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა ეს მედიასთან შეხვედრის დროს განცხადება. საგულისხმოა, რომ აქ კითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა, რომ მის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ტრამპი ამბობდა, რომ მას აქვს განცდა, რომ პუტინი მას მუდმივად ატყუებს და ცდის მის პოზიციას და ამით დროს იგებს. კითხვა მდგომარეობდა, რომ რა აძლევს იმის თქმის საფუძველს ამ შემთხვევაში ტრამპს, რომ იგივე არ განმეორდება. ტრამპმა თქვა, რომ ამაზე პასუხს გასცემს უახლოეს პერიოდში, რამდენიმე კვირაში, ან შესაძლოა უფრო ადრეც. გადავიდეთ პროცესის სხვა მონაწილეების პოზიციაზე, პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შევეხოთ. რა მოხდა, ესე იგი, ვიტკოფის და პუტინის შეხვედრის შემდეგ უკვე ტრამპი ჩააყენა ვიტკოფმა შინაარსთან დაკავშირებით საქმის კურსში და ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა. ზელენსკიმ ამ საუბრის შემდეგ გაავრცელა განცხადება და პირველ რიგში მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ასევე მადლობა გადაუხადა სხვა მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან პროცესში და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის სურვილი გამოთქვა. აქ იყო ჩემთვის ძალიან საგულისხმო კიდევ ერთი ფრაზა ზელენსკის განცხადებაში, სადაც ის ამბობდა, რომ ახლა მთავარი არის ის, რომ პუტინმა კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ტრამპი და კიდევ ერთხელ არ მოატყუოს მისი მოკავშირეები. აი ამ ციტატაში კარგად ჩანს მისი სკეპტიკური დამოკიდებულება და გარკვეულწილად გაფრთხილებაც იმის შესახებ, რომ ის არ ენდობა პუტინის მშვიდობის ინიციატივებს და მას არ აქვს შესაბამისი მოლოდინი, უკვე თავიდანვე აჩვენებს ზელენსკი კრიტიკას ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანი არის, რომ მან ძალიან კარგად ისწავლა
გაკვეთილი თუ როგორ უნდა იმუშაოს დონალდ ტრამპთან იმ ცნობილი თეთრი სახლის სკანდალების შემდეგ. ყოველ ჯერზე ნებისმიერი კომუნიკაციის შემდეგ ის ამბობს, რომ თანახმაანების მიერ შეთავაზებაზე, რასაც წამოაყენებს ამერიკის შეერთებული შტატები და ცდილობს წინააღმდეგობაში არც 1%-ით არ მოვიდეს ტრამპის პოზიციებთან. ეს მე შეგახსენებთ მაგალითად მაშინაც იგივე პოზიცია ჰქონდა, როდესაც თურქეთში გაიმართა დელეგაციების შეხვედრა და მაშინაც, როდესაც თავად ზელენსკი გამოთქვამდა პირისპირ შეხვედრის სურვილს პუტინთან. მიყვება მოკლედ ტრამპის პოლიტიკას, ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ გააზრებული ნაბიჯი არის ზელენსკის მხრიდან და საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს მას შერჩეული. ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მან მოახერხა ის, რომ მჭიდრო ურთიერთობა აქვს ასევე დასავლელ ლიდერებთან და აქვე გეტყვით, რომ ტრამპისა და ზელენსკის საუბრის გარდა ტრამპი დაუკავშირდა დღეს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ლიდერებს და ამ სატელეფონო საუბრებში მონაწილეობდა ნატოს გენერალური მდივანიც და ზელენსკის მსგავსად არც ევროპელი ლიდერები არ მოვიდნენ ტრამპის აი ამ გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში. როგორც შემდეგ გაირკვა უკვე საუბრის შინაარსი, შემდეგი იყო, რომ ტრამპს აქვს თანხმობა პუტინთან შეხვედრის და ამას არ ეწინააღმდეგებიან ევროპელი ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მათ არაერთხელ ჰქონდათ სურვილი გამოთქმული, რომ უკრაინა რუსეთთან არ შეიძლება მარტო დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მათ მუდმივად ჰქონდათ პოზიცია, რომ ნებისმიერ ფორმატში ევროპელი ლიდერების მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი და მათი ჩართულობა. ამ შემთხვევაში ტრამპს აქვს ინიციატივა, რომ თავად შეხვდეს პუტინს, პირისპირ ესაუბროს და თუ იქნება შემდეგ უკვე სამხრივი შეხვედრა ზელენსკის მონაწილეობით, იქ აღარ იქნებიან ევროპელი ლიდერები. მაგრამ გასაგებია და ცხადად ჩანს, რომ ამ პოლიტიკას ყველა მიყვება. ნახოთ ახლა მთავარი ესე იგი გადაწყვეტილებების მიმღებიც და პროცესის განმსაზღვრელიც შესაბამისად არის დონალდ ტრამპი და ნახოთ როგორი შედეგების დადება შეუძლია ამჯერად მას, როდესაც პარალელურად თან ნარჩუნდება პოზიცია წნეხის ზრდასთან დაკავშირებით რუსეთზე და ამას კიდევ ერთხელ უნდა გაუსვა ხაზი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახოთ, 2 დღე გავა, უკვე 8 აგვისტოს წესით უნდა გამოცხადდეს დამატებითი სანქციები, როგორც რუსეთის, ასევე ეგრეთ წოდებული მეორადი სანქციები მათთვის, ვინც და ტარიფები მათთვის, ვინც რუსეთთან ვაჭრობს. აქ საგულისხმოა პოზიტიური სიგნალი, რომ გარდა ტრამპის განცხადებისა, დღეს იყო უпростоრად გუშინ 6 აგვისტოს იყო თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოლაპარაკებების და მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის მიუხედავად ტრამპსა და პუტინსა და ვითკოპ შორის უკაცრავად მაინც დაანონსებული სანქციები აუცილებლად შევიდოდა ძალაში და ეს უკვე თანხმედრაში მოდის უკვე დამატებით სულ ცოტა ხნის წინ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან. ეს 2 დღეც მალე გავა. საინტერესო არის აქ ერთი რამ, რასაც აუცილებლად კიდევ მინდა ხაზი გაუსვა და ცოტა კრიტიკულად შევხედოთ, ეს ეხება უშუალოდ ტარიფების პროცენტებს. ვახსენეთ ხო ინდოეთის თვის დაწესებული ტარიფები, აქვე პატარა განმარტებას გავაკეთებ, ეს ტარიფები რას გულისხმობს, ხო? ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყნებს, ვინც რუსეთთან ნავთობით ვაჭრობენ, ეუბნება შემდეგ რამეს, რომ თუ შენ გააგრძელებ რუსეთთან ვაჭრობას, მაშინ ნებისმიერი პროდუქციის ექსპორტზე, რომელსაც განახორციელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაგიწესდება დამატებითი გადასახადი. ეს დამატებითი გადასახადი, როგორც თავად ტრამპის ულტიმატუმში იყო ნახსენები, მინიმუმ 100% უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს წესით, რომელიც გამოცხადება პარასკევს. ასეთი იყო თავდაპირველი განცხადება და მაქსიმუმ 500%, რომელსაც გულისხმობდა ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინიციატივა. ეს იყო თავდაპირველი ინიციატივა 500%-დან დაკავშირებით. შემდეგ დამაზუსტებელი განცხადება გააკეთა ტრამპმა და თქვა, რომ შესაძლოა 100 იყოს და შესაძლოა მეტიც იყოსო, ანუ ეს თანხმედრაში მოდიოდა უკვე ამ 500%-იან ტარიფებთან დაკავშირებით და საბოლოოდ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 25%-იანი დამატებითი ტარიფები დაუწესდა ინდოეთს. და ეს ბევრად განსხვავებული არის, ვიდრე 100%-იანი სანქციები, ხო, ცხადია. მანამდე 25%-იანი სანქციები უკვე დაწესებული ჰქონდა ინდოეთისთვის და გამოდის, რომ ჯამში
50%-მდე გაიზრდება ეს ტარიფი ინდოეთის შემთხვევაში და ახლა საუბარი არის კიდევ დამატებით ქვეყნების თვის ტარიფების დაწესებაზე. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე არ ვიცით ჯერ ერთი ბოლომდე არ ვიცით დაწესდება თუ არა, მაგრამ მეორე არ ვიცით რამდენი პროცენტით იქნება განსაზღვრული ეს ტარიფები, იქნება მართლაც 100 და მეტი თუ იქნება მაგალითად 25, რაც მაგალითად იყო მიღებული გადაწყვეტილება ინდოეთის შემთხვევაში. აქვე ერთი დაზუსტებაც მინდა გავაკეთო, რომ ინდოეთის სანქციები, BBC-ს უბრალოდ ტარიფები, BBC-ს ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ ძალაში შევა 3 კვირაში, 27 აგვისტოს უნდა შევიდეს ეს ტარიფები ძალაში. აქვე შეგახსენებთ ინდოეთს საკმაოდ ხისტი პოზიცია ჰქონდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებმაც დაიწყეს ნავთობის შესყიდვა არა რუსეთისგან, აი ამ ბოლო პერიოდში, არამედ არაბული სახელმწიფოებიდან ერთის მხრივ და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ეს სტატისტიკა გამოვიდა და აჩვენებდა, რომ თითქოს ტრამპის რიტორიკის საპასუხოდ ინდოეთი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა, თუმცა არა, გუშინ უკვე პრემიერ-მინისტრის დონეზე გაკეთდა განცხადება და ითქვა მკაფიოდ, რომ ისინი იმოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან და ინდოეთის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და თქვეს, რომ არ აპირებენ ცალსახად, რომ უარი თქვან რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე. თუმცა ესაც არ ვიცით როგორ წავა საქმე, როგორც გითხარით 27 აგვისტომდე ვადა არის და ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს გადახედავს. იგივე პოზიცია ჰქონდა ჩინეთსაც, ჩინეთმაც თქვა, რომ იხელმძღვანელებს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ერთი სიტყვით პირდაპირ თავი არ დაუხარეს ასე ტრამპს ულტიმატუმის ფონზე აი ამ ქვეყნებმა, თუმცა ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები. ყველას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დილემა. ერთის მხრივ ეს არის იაფი ნავთობის შესყიდვა რუსეთისგან, მათთვის ძალიან მომგებიანი არის ეს ამ ტიპის ურთიერთობა და ვაჭრობა ფაქტია, უკვე 3 წელიწადზე მეტია ასე ურთიერთობენ რუსეთთან, იმ ფონზე რომ 60%-იანი $60 ზედაზღვარი იყო ბარელზე დაწესებული სანქციების შედეგად. შემდეგ კი ეს ზედაზღვარი კიდევ უფრო შემცირდა და $47 განისაზღვრა საბოლოოდ სანქციების ბოლო პაკეტის გათვალისწინებით. გამოდის რომ რუსეთს სხვა გზა არ ქონდა რომ გაცილებით იაფად გაეყიდა ასე შავ ბაზარზე ასე ვთქვათ ამ შედოუ ფლოტის გამოყენებით, ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით ეს ნავთობი და ამით ყველა სარგებელს იღებდა. ერთის მხრივ რუსეთი, რომელსაც არ აქვს სხვა გასაღების ბაზარი თუ არა ეს სახელმწიფოები, ვინც აი ამ შაუბნელ სქემაში მონაწილეობას თანხმდებიან და მეორეს მხრივ ინდოეთი, ჩინეთი და სხვები, რომლებიც ძალიან იაფად ყიდულობდნენ ამ რესურსს, შემდეგ ასაღებდნენ როგორც თავის მოპოვებულ ნავთობს და ყიდიდნენ გაცილებით ძვირად საბაზრო ღირებულების განსაზღვრულ ფასად აი ამ ნავთობს და იღებდნენ უდიდეს შემოსავალს აქედან, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ არის მათთვის დილემა ის, რომ რეალურად სანქციების დაწესების შემთხვევაში, ტარიფების დაწესების შემთხვევაში ისინი კარგავენ ძალიან დიდ გასაღების ბაზარს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობაში შედიან უდიდეს სირთულეებში და ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ეს დრო მათთვის იქნება ალბათ ბევრ დილემას შორის არჩევანის გაკეთების დრო და ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თავარი ახლა არის უკვე ერთი რამ, რომ ახალი breaking news-ი გვაქვს, ასე ვთქვათ, თავარი თემა ახლა გახდება პოლიტიკური მთავარი თემა გახდება პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, როდის გაიმართება, როგორ წარიმართება და ასე შემდეგ. ერთი რამ ფაქტი არის, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული, ჯერ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველადი განცხადებები, ჯერ არის განსაზღვრული თარიღები, ადგილმდებარეობა, კი ითქვა, რომ ეს შესაძლოა მომდევნო კვირაშიც მოხდეს, მაგრამ უკვე დაიწერა ამასთან დაკავშირებითაც, რომ კაცმა არ იცის როდის მოხდება, ამ ყველაფერს სჭირდება ორგანიზება, ადგილის შერჩევა და ასე შემდეგ თემატიკის შეთანხმებაზე და განსაზღვრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ეს შესაძლოა დიდხანს გაიწელოს არ იყოს მაინც და მაინც ერთ კვირაში ეს შეხვედრა და მით უმეტეს შემდეგ უკვე სამმხრივი შეხვედრაც
ხო, ბოლოს რომ შევაჯამოთ რა შეიძლება ითქვას. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, არ ველოდები დიდ ძრებს ახლა რუსეთის პოზიციის ცვლილებაში, მათ ძალიან მკაფიოდ ბევრჯერ აქვთ ნათქვამი საკუთარი გაცხადებული მიზნების შესახებ. მათი მიზანი არის, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალოს უკრაინაში, მათი მიზანი არის ეგრეთ წოდებული დემილიტარიზაცია, რომ უკრაინას არ უნდა ყავდეს არმია, მათი მიზანი არის და ამოცანა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მათ შემადგენლობაში დარჩეს და პლუს კიდევ დამატებით მიწები ჩაიბარონ იმ ოლქებში, რომელიც თავის კონსტიტუციაში ჩაწერილი აქვს, რომ რუსეთის საკუთრება არის. ერთ სიტყვით ეს ყველაფერი გულისხმობს უკრაინის სრულ კაპიტულაციას, თუ მივყვებით რუსეთის მიერ გაცხადებულ მიზნებს და ამოცანებს. მეორეს მხრივ უკრაინის პოზიცია ყოველ ჯერზე არის პრინციპული, რომ ისინი არ აპირებენ დამოუკიდებლობის დათმობას, არ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის დათმობას და ამ პოზიციის გადახედვა არანაირად არ განიხილება. შესაბამისად, აი ამ ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციების გათვალისწინებით, თუ მოხდება რეალურად შეხვედრა ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის, ყველამ თავისი მონახაზი უნდა დადოს მაგიდაზე, ხო, ფაქტია. და საინტერესოა, ვინც რა დათმობაზე მოუწევს წასვლა. წავა თუ არა უკრაინა ტერიტორიულ დანაკარგებზე, ტერიტორიების დათმობაზე, თუ პირიქით ეს უკვე მოლაპარაკებებმა უნდა აჩვენოს და მუდმივად ხაზს იმიტომ უსვამ ამ ეკონომიკურ პროცესს, სანქციებს, ტარიფებს და ასე შემდეგ, რომ ამ შეხვედრების წინ მნიშვნელოვანი არის ის, თუ ვინ რა პოზიციაში ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ვის აქვს უპირატესობა და ვის არა. ფაქტია ასევე ის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან უფრო ძლიერდება და მეტ და მეტ დასავლურ შეიარაღებას და ფინანსებს იღებს და თუ ამას დაემატება რეალური ეკონომიკური წნეხი რუსეთზე და რეალური ტარიფების და სანქციების დაწესება, პუტინს არ ექნება ხელსაყრელი პოზიციები. ერთადერთი რაც კიდევ მინდა აღვნიშნო დამატებით არის ის, რომ ახლა რატომ გამოთქვა პუტინმა პირისპირ შეხვედრის და სასწრაფოდ შეხვედრის სურვილი. ეს ხო ცხადია, რომ ხდება ულტიმატუმის წინ, სანქციების აღმოქმედების წინ და ცხადია და ესაც მეტყველებს, რომ პუტინისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა. მართალია მათ აქვთ მუდმივად ესეთი პოზა, რომ არანაირი სანქციები და ტარიფები არ აღელვებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რეაქცია არის, თან რეაქცია არის საკმაოდ ხმამაღალი. და თუ აქამდე რაღაცა იგნორირება ხდებოდა ყველაფრის, ამ შემთხვევაში პუტინი ცხადია, რომ აშკარად ერიდება სიტუაციის ესკალაციას, ურთიერთობის დაძაბვას ტრამპთან, მის წინააღმდეგ ღიად წასვლას და ითხოვს შეხვედრას. ასეთია მოკლედ ეს ბოლო სიახლეები, მგონი ძალიან გამიგრძელდა, არ ვიცი გამოხატეთ თქვენი მოსაზრებებიც, რაც ელოდებით აი ამ შეხვედრებიდან და რა პერსპექტივით უყურებთ აი ამ მოლაპარაკებებს, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში გაიმართოს. ფაქტია, რომ საინტერესო მოვლენები გველოდება წინ, შესაბამისად მეც ვეცდები, რომ არ ჩამორჩე და ალბათ მალე დაგიბრუნდებით უკვე ახალი ეპიზოდით ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ, გამოიწერეთ ჩემი არხი, ამასაც შეგახსენებთ და ნახვამდის დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე.